ყველაზე ხშირად ჩვენ გვხვდება თირკმლის კენჭები. თირკმელში ჩნდება კენჭები სტატისტიკურად და ეს და კენჭოვანი დაავადებაც თავის მხრივ ძალიან მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი პრობლემაა. შაშადაგზების ინფექცია არის ერთ-ერთი ცნობილი და დადასტურებული მიზეზი, მეცნიერულად დადასტურებული მიზეზი კენჭების გაჩენისა. მაგალითად, ისეთი ინფექციები, როგორც არის საშარდე სისტემის ტუბერკულოზი, ჩვენ ვიცით, რომ ტუბერკულოზის დროს, საშადაგზების ტუბერკულოზის დროს კენჭების სიხშირე მატულობს და იქ უფრო ხშირია კენჭები. მთელი რიგი უროლოგიური დაავადებები და ანომალიები, მათ შორის ზედა საშარდე სისტემის, ასევე ვიცით, რომ კენჭების გაჩენის ერთ-ერთი ცნობილი მიზეზია. პოდაგრა. პოდაგრა არის ესე დაავადება, რომლის არსი მდგომარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლას მის ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ ჩარდმჟავას ცვლის მოშლა ხდება. და ამის შედეგად მთელი რიგი პათოგენეზური მექანიზმები პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ხდება კონკრეტული ქიმიური შემადგენლობის კენჭების გაჩენა. ჰიპერპარათიროიდიზმი ქვია, ანუ პატარა თხილისაც არა, უფრო პატარა მარცვლის ოდენა ჯირკვლები გვაქვს ჩვენ კისერში ორივე მხარეს, რომლის ფუნქციის დარღვევა იწვევს თირკმელებში ისეთი მასიური კენჭის წარმოქმნის პროცესს და იქამდე რომ შეიძლება თირკმლის ფუნქცია სრულად დათრგუნოს და თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს. ისინი არის მრავალფეროვანი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მერე თავისი, ესე ვთქვათ, ქცევით. და შესაბამისად მათი მეტაბოლური მკურნალობაც და დიეტოთერაპიაც ამ კენჭების დროს განსხვავებულია კენჭების ქიმიური შემადგენლობის მიხედვით.